მოსამართლე ჯვებენ აჭყები ამ წუთებში ანზორ კვარაცხელია საქმესთან დაკავშირებით ისმენს მოწმე პოლიციელების განმარტებას დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრებს და მათ ოჯახის წევრებს ასამართლებენ. სულ რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ყობა ჩაგუნავამ 5,000 ლარი დააჯარიმა სინდისის პატიმრის მათე დევიძის და ელენე დევიძე, რომელიც საპროტესტო აქციაზე საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებოდა ბანერით თავისუფლება სინდისის პატიმრებს და სწორედ ამის გამო მოსამართლემ სამართალ დამღვევად ჩათვალა ელენე დევიძე და 5,000 ლარი დააჯარიმა. დღეს მათე დევიძის დამ მიმართა მოსამართლეს და უთხრა, რომ მას არ აქვს გასამართლების უფლება, რადგან ყობა ჩაგუნავა არის სანქცირებული მოსამართლე. ასევე ელენე დევიძემ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს უთხრა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დამნაშავე არის სწორედ რუსეთი და ბევრი ისაუბრა სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებითაც. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ 2008 წელს ომი დაიწყო რუსეთმა. 1990 საქმესთან დაკავშირებით შეიძლება ისაუბროთ საქმესთან დაკავშირებით. 1999 წლის 9 აპრილსაც არაუცხოურმა ძალებმა, როგორც ამას ჩვენი თვითმარქვია და არალეგიტიმური ხელისუფლება გოდავს, არამედ რუსეთმა მოაწყო სასაკლაო საქართველოში რუსთაველის გამზირზე. და თქვენ იმისთვის მიწერთ ჯარიმას, რომ ამ არალეგიტიმური დაჯგუფების აბსურდებს ვაპროტესტებ. იმისთვის მიწერთ ჯარიმას, რომ ჩემი 21 წლის ძმა უკანონოდ გამოამწყვდიეს ციხეში და რაღაც სისულელებს და აბსურდებს ედავებიან. იმისთვის მიწერთ ჯარიმას, რომ სინდისის პატიმრების თავისუფლებას მოუთხოვ. თან მაშინ, როცა ამისი კანონიერი უფლება მაქვს. გარდა ამისა, ყოველ დაუშვებლად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ სანქცირებული მოსამართლე მასამართლებს. ასევე ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს არიან არალეგიტიმური შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ფაქტთან დაკავშირებით, გაგრძელებთ მაშინ არის უწესი ეგ სიტყვის საგებლობა, რომელიც ფაქტს ეხება. მინდოდა რომ არც თქვენი ჯარიმების ნიშნია და არც არაფრის. არც დავიღლები, თქვენ შემაშინებთ და მოსამართლეს უნდა ეშინოს ხალხის ძალის. ელენე. მე დავიწყე. ერთი წამი. ამას ხო თქვენ ვთვლით არა ხალხთან თქვენ. კომუნიკაცია ვერ შემოვა რა. ერთი წამი რა. ერთი წამი. არა, მე ვამბობ ჩემ პოზიციას. თქვენ შეგიძლიათ კონსტიტუციური წარმომადგენლები გამოიყენოთ. მე რა შემიძლია და რა შემიძლია გადასვით. როგორც მე ამძიმება თქვენი მიზნდება. არა, ჩვენზე ისაუბრეთ და მე გეტყვით რა, ზოგადად. ერთი წამი შევოდით პოლემიკაში. ჩვენზე საუბრობთ, ამიტომ ხოლმე ბატონო, თუ ეს მომართული. მაშინ მომეცით მეც უფლება ვისაუბრო. მოსამართლე ყობა ჩაგუნავა ცდილობდა, რომ ელენე დევიძისთვის სიტყვა გაეწყვეტინებინა, მას შემდეგ კი რაც დევიძემ ახსენა სანქციები, მოსამართლე წყობიდან გამოვიდა. ასევე დიდი მხილების სერია იყო არჩილ მუსელიანცის სასამართლო პროცესზე. დღეს გამოიკითხნენ ექსპერტები და როგორც დაცვის მხარე ამბობს, არჩილ მუსელიანის საქმეში არის ბევრი დარღვევა, რადგან ადვოკატი განმარტავს, რომ არჩილ მუსელიანს დაკავების შემდეგ ოქმზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს და არც ერთი გამოკითხვის ოქმი დაცვის მხარის განმარტებით არჩილ მუსელიანცის კარნახით არ არის შედგენილი. მეჭვი რომ ერთი შემოქმედი ყავს ყველა სისხლის სამართლის საქმეს და ერთი პირისაგან იღებდნენ დავალებებს, თუმცა ყველა მოწმე, რომელიც მოდის სასამართლოში და აძლევს ჩვენებას, მათ შორის არჩილ მუსელიანცის სისხლის სამართლის საქმეზე, მე შეურაცხყოფას არ ვისარბაყენებ, უბრალოდ ყველა იმართებს ამნეზიას და არ ახსოვთ ვინ გასცა ეს ასე ვთქვათ მითითება. ეჭვები არ გაგვაჩნია ამ საქმესთან დაკავშირებით, ზუსტად ვიცით, რომ საქმის მასალები არის გაყალბებული. დღევანდელმა მოწმეებმა ასე ვთქვათ, ბევრი ვერაფერი ვერ დაადასტურეს. ძირითადად ერთი მოწმე იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვინც არჩილ მუსელიანცის დაკავება განახორციელა და შესაბამისად არჩილ მუსელიანცმა სასამართლო პროცესზე ჩემთანაც განაცხადა სასამართლოს წინაშეც, რომ იგი ითხოვდა ადვოკატის დახმარებას, თუმცა ადვოკატის ყოლის უფლება ხელოვნურად შეეზღუდა. იოსებ დიღმელიშვილმა თავის სასამართლოს ხომაზე დაადასტურა, რომ არჩილ მუსელიანცის უფლებები არ დარღვეულა ასეთ ეტაპზე, დაკავებისას მას განემარტა მისი როგორც ვალდებულის უფლებები, ასევე განემარტა რატომ მოხდა ძალის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება და ასევე მასთან ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა დაკავშირებაც მას რამე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ეს თქვა გაეცნო და ადასტურა.
სახელის მოწერით. მან მოიპოვა ერთ-ერთი მტკიცებულება საქმეზე, უშუალოდ ფოტოსურათი, რომელიც ასახავს დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ადგილზე ყოფნის ფაქტს. კონკრეტულ შემთხვევაში ეს ძილი, რომ დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა, აქ საქმე მნიშვნელოვანი გარემოება, თუმცა უშუალოდ რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა, ეს ასახულია ვიდეო ჩანაწერში. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ანრი კვარაცხელიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს მოსამართლე მოусმენს პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მოწმე პოლიციელებს.